ამ გამოცდებში მონაწილეობის წარმატებას უსურვებ. დიდი მადლობა. ნამდვილად აქ ჩემი ერთადერთი სტატუსი არის საქართველოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სტატუსია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. იმიტომ რომ ყველაფერი ამის გამო აქ მიღებული ცოდნის, გამოცდილების, განათლების გამო მოხდა. კეთილი არ იყოს ჩვენი თაობას ვეკუთვნით, დიპლომებს რომ ვაგროვებდით ბევრი მიზეზის გამო და სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობდით, მაგრამ მე ეს ბევრჯერ მithქვამს და აბსოლუტური გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ იმის მიუხედავად რამდენი ვარსკვლავი უნივერსიტეტები დამთავრებია თუ ყოფილ ვარ, ეს უნივერსიტეტი ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრი მიზეზის გამო, ალბათ იმიტომაც, რომ ამ წლებშიც მომიწია მე სტუდენტობა, 90-95 წლებში ვიყავი მე უნივერსიტეტის სტუდენტი. და პრაქტიკულად ეს 5 წელი იყო, როდესაც ყველაზე უფრო საშინელი ამბები ხდებოდა ჩვენს დედაქალაქში. პირველ კურსს, როდესაც ვამთავრებდით, თბილისში ომი იყო, შემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო, იყო ასევე ცხინვარი. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ლექცია გვიცდებოდა, რა თქმა უნდა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ხშირად აუდიტორიაში ვიჯექით და გარეთ მუდმივად იარაღის ხმა გვესმოდა, არასოდეს არ დამოვიწყდება ის წლები, იმიტომ რომ მაინც ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი პედაგოგები, რომ ის დანაკლისი შეევსოთ, რომელიც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო იყო. და თუ უნივერსიტეტში ვერ მოვდიოდით, სხვაგან ვიკრიბებოდით და სხვაგან ტარდებოდა ეს ლექციები. მე არ ვიცი სხვა ფაკულტეტებზე როგორ იყო, არ შემიძლია მთელი უნივერსიტეტის შესახებ ვილაპარაკო, მაგრამ რაღაც პერიოდში მოდაში შემოვიდა იურიდიული ფაკულტეტის ლანძღვა და სულ პროტესტი მქონდა ხოლმე ამაზე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ლადომ ბრძანა და მეც რა თქმა უნდა დავეთანხმები, რომ პრობლემები ძალიან ბევრი იყო, საკრიტიკო ძალიან ბევრი იყო. ჩემი თაობისთვის, ჩვენთვის იმ წლებში იმდენ რამეს, იმდენ შეუძლებელს აკეთებდნენ ჩვენი პედაგოგები, რომ ძალიან უმადური უნდა იყო, ძალიან უსინდისო იყო, ეს არ დაინახო და მადლობა არ უთხრათ ამ ადამიანებს და მე არასოდეს არ ვტოვებ შესაძლებლობას, სადაც ვნახავ ხოლმე, რომ არ დავიჭირო და მადლობა არ უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლებლობა მოგცა ჩვენ. როგორც გითხარით, აქ თუ ვერ ვიკრიბებოდით, იმიტომ რომ ხან უნივერსიტეტის ეზოში ხან მხედრიონი იდგა და ხან მეორეები და ხან მესამეები, სხვაგან ვიკრიბებოდით ხოლმე. ერთ-ერთი ესეთი ადგილი განათლების სამინისტროს მეორე კორპუსი იყო, სადაც მაგალითად უამრავი ლექცია ჩამტარებია ბევრ საგანში, იმიტომ რომ ის რაღაცა უფრო შვიდ ადგილად ითვლებოდა იმ დროს. ესეთი წლებიც გამოიარა უნივერსიტეტმა, ამიტომ დააფასეთ ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს გაქვთ. უყურეთ ძალიან კრიტიკულად, იყავით ძალიან ჯანსაღად განწყობილი ამ პროცესის მიმართ, მაგრამ დააფასეთ ის შესაძლებლობები, რომელსაც ეს უნივერსიტეტი ყველას გვაძლევდა და თქვენ თაობას მისცა დღეს. დიახ, ნამდვილად ძალიან დიდი არჩევანის წინაშე გახართ, გაცილებით უფრო რთული იქნება ყოველი დღე დღეიდან მოყოლებული თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე ეს აქამდე იყო, ვიდრე სტუდენტობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულებები ჰქონდათ, ცხები იღებდნენ მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს, არჩევანი ისეთი დიდი არ იყო. სწორედ იმ თავისუფლების მართვა ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც თქვენ ამ დიპლომის მიღებით შეიძინეთ. რამდენად წარმატებულად მოახერხებთ ამ თავისუფლების მართვას, მით უფრო წარმატებული იქნებით. ეს არის ყველაზე მთავარი ფორმულა ჩემი აზრით ცხოვრებაში. საკუთარი თავისუფლებით სარგებლობა ვისწავლოთ, ამ თავისუფლების მართვა ვისწავლოთ, ამ თავისუფლების სიკეთეში ჩაყენება შეგვეძლოს. ასეთ შემთხვევაში არც ერთი კედელი ჩვენს წინაშე არ დარჩება. ყველა კედელს გადავლებით, ყველა კედელს დავანგრევთ და მუდმივად წარმატებული იქნებით. დღეს ამათ უცნაური დღე გამომივიდა, იმიტომ რომ დილით გორში იუნკრების პირველმა თაობამ დაამთავრა თავდაცვის აკადემია, პირველი გამოშვება ჰქონდა, პირველი 4-წლიანი კურსი დასრულდა და ჩემი მეგობარი მეხუმრებოდა, რომ ქუდების როლის დღე გაქვს და შემდეგ საღამოთი თქვენთან აღმოჩნდი და ალბათ სიმბოლურადაც გამოვიდა. დილით მიულოცე იმ ადამიანებს, ვის სამსახურშიც ვარ დღეს და ეხლა მაქვს შესაძლებლობა მოგილოცოთ იმ ადამიანებს, ვინც იმ კედლებში ისწავლეთ, იმ დიდწილად იურისტებმა ყოველ შემთხვევაში იმავე პროფესორ მასწავლებელთან ისწავლეთ, ვინც მე გამზარდა და ვისი მადლიერიც ვარ დღემდე. ყველას გილოცავთ, ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ, ბევრ თავისუფლებას გისურვებთ, ამ თავისუფლებით სარგებლობას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნებით, სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. თქვენი ენთუზიაზმი ძალიან ჭირდება ამ ქვეყანას, ის ცოდნა, რომელიც თქვენ მიიღეთ, ენერგია, რომელიც თქვენ გაქვთ, ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ძალიან გთხოვთ, რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში დარჩით. ბევრი არის გარეთ კარგი ამბები,
მაგრამ მემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ეს გაცილებით უფრო კარგი საქმეა, უფრო ღირებული საქმეა, ვიდრე სხვის სამსახურში ყოფნა. მე ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, მთელი ცხოვრების მანძილზე მქონდა ეს არჩევანი. ერთხელ ერთ-ერთი არჩევნების შემდეგ ვიხუმრე კიდევაც სადღაც სოფელში ვიყავი და წარგების მერე მითხრეს, რომ ვაიმე გაგიშველებათ ახლა ქალბატონო თინაო და რა თქმა უნდა წარგების მერე გაბრაზებული ვიყავი. მაღაზიაში ვიყავი და გლობუსი იყიდებოდა და უთხარი ამ კაცს, რომ ეს გლობუსი დაატრიალებეთ კეთით, სადაც გაგიჩერდება იმ ქვეყანაში შემიძლია დავიწყო მუშაობა. მე მეშველება პრობლემა არ მაქვს ხო. მაგრამ არასდროს ამ ქვეყნიდან არ წავსულვარ. არასოდეს ეს არჩევანი არ გამიკეთებია, ეს გადაწყვეტილება ვერასდროს ვერ მივიღე, იმიტომ რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, ამაზე ძვირფას საქმეს მაინც ვერასოდეს ვერ გავაკეთებთ, რომ ვიყოთ აქ დავრჩეთ აქ და ვემსახუროთ ამ ქვეყანას. ამიტომ მინდა პატარა შემოთავაზებაც გაგიკეთოთ, ამას 2 კვირის მერე ვგეგმავდი, მაგრამ რადგან აქ არ შემიძლია ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, თავდაცვის სამინისტროს მომავალ კვირას დაახლოებით 400-მდე ვაკანსიას გამოვაცხადებთ. ეს ძალიან ბევრია და ყველას მინდა გთხოვოთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ ვეძებთ სწორედ თქვენაირ ახალგაზრდა ენთუზიაზმით და ენერგიით სავსე ხალხს, რომელიც არის ჩადგეს საკუთარი სამშობლოს სამსახურში და იქ უკვე მყოფ ადამიანებთან ერთად მათ გამოცდილებას ამ ენერგიით და ენთუზიაზმით დაეხმაროს, თავადაც გაიზარდოს ის ცოდნა იქ მოიტანოს, რომელიც უკვე მიღებული გაქვთ და ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით ყველას.